საბჭოთა კავშირი, ჩვენი გზა არ არის, არც იყო, არც ესენგე, ჩვენი გზა არ არის, არც ევრაზიის კავშირი. ჩვენი გზა არის მართლმადიდებელთა კავშირი. ღმერთთან. იესო ქრისტეს გზა, ეს ძალიან ძნელი გზა, მაგრამ თუ გინდა იყო ქართველი, თუ გინდა იყო მართლმადიდებელი, თუ გინდა იცხოვრა ქვეყანაზე, ხოდა მოგრუნდი აქეთ. თუ გაიქცეს 2 მილიონი ქართველი, მე არ ვიცი, რო ეგენი იმათ ტვინებში რა ერთია. ჩაკლულია ეროვნული სულისკვეთება, თუ არ ესენი არ ვიცი, მაგრამ აქანა ჩაკლული და იქნა რა მოხდებოდა. აქანა თავის კელიას ვერ აღვიძებს და ბალახზაა გადავლილი, ეკალბარგზაა გადავლილი, სუროსაა გადავლილი. იმის მოგროვნება არ შეუძლია და ახლა იქიდან რაც მოაბრუნებს აქ. ერთი ჩვენთან არის ერთი ადგილი არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ჩემი მეგობარი იყო, სანამოგდებოდა იქოში და არაჩვეულებრივი სახლი იყო, რა ვიცი, არაჩვეულებრივი. მაცხოვრებელიც კარგი იყო, ოჯახიც კარგი იყო და დღეს რომ ვიყავ არაბების შემოსეველი მეგონება ტერიტორია. ნუ დაგმიწასთან არ გასწორებული. რამდენი ჩავილი გული წყდება. როგორ მოაქცია ასე? მაგრამ თბილისში ერთი 4 სახლი. იმან. აი ესეთი გარდაქმნა გააკეთეს ტვინში. გათხოვება და გათხოვებაზე ველოდად მედია ლაპარაკი. ანუ მართლმადიდებლები ვქვია, მაგრამ ცხოვრება გვინდა, ცხოვრება მართლმადიდებლები, ზნეობა გვინდა და ქრისტეს გზისკენ წასვლა გვინდა. მრავალი არიან ჩინებული და მცირედმი რჩეული. ეს კარგად გავიგონოთ ეს სიტყვები. სიმდაბლე გვინდა. რომელმა აღიმაღლა თავი იგი დაბლდება და ვარდება, რომელმა დაინდაბლა იგი მაღლდება. და შინაგანი გვინდა ეს ყველაფერი. მორჩილება გვინდა. მოთმინება გვინდა. სიყვარულის განცობა გვინდა. როცა ვამბობთ, უყარებოდეთ ურთიერთობას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა, ძესა და წმინდასა სულსო, ჩვენ ვიცაგეთ, რომ ქრისტეა ჩვენთან. მართლა უნდა იყოს ქრისტე ჩვენთან და სიყვარულია ჩვენთან, ამას ვიცახით. და ერთმანეთის პატრონები უნდა ვიყოთ და რამდენად ვართ ერთმანეთის პატრონები, ამაში კითხვებზე პასუხის გაცემა თვითონ შეგვიძლია. ამიტომ